მოგესალმებით, ეს არის MMA ირინე ტორონჯაძესთან, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი ირინე ტორონჯაძე. დღეს მაქვს განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ პირველად ყავს სტუმარი ამ კონტექსტში, MMA-ის კონტექსტში და რა თქმა უნდა, მინდია ციკლაურია ჩემი სტუმარი. ჩემთვის მინდია მოგესალმდე, დიდი მადლობა რომ აქ ხარ. ჩემთვის ხარ, რა თქმა უნდა, ბევრისთვის ექსპერტი ამ ამბის. შენ კი იძახი რომ MMA-ის გარდა ძალიან ბევრ სპორტში გაქვს ექსპერტიზა, მაგრამ მეინსტრიმ მაყურებლისთვის და ჩემთვის რაღაცნაირად MMA-ის სახე ხარ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მოგესალმები. რა სიტყვი ამაზე? მივეჩვიე და რაც აეგა. რაც არის ეგა. კარგი, მე აუცილებლად უნდა გამოვიყავ დღევანდელი. თუმცა ერთი დავამატებ, რომ აი ჩემს თავს ზოგადად ესე ექსპერტივით არ უყურებ. ხო. ნუ იქნება ექსპერტ გათვითცნობებული ადამიანი, რომ მოდის ინფლუენსერი, ანუ გათვითცნობილი, რომლის აზრი არის გასათვალისწინებელი, ესე ვთქვათ, ნუ იქნება ეს ექსპერტი შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ნუ ხო რა, საინტერესო მოსაზრება არის შენი MMA-ის ირგვლივ, რა თქმა უნდა და მე უნდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რომ რაღაცები რაც აი მაინტერესებს და მიფიქრია, რომ მე ეხლა ვსწავლობ ამ სფეროს და ჩემებურად ვსწავლობ, არ მივყვები რაღაც წესებს, აი საითაც გული გამიწევს, იმას მივყვები და რა თქმა უნდა ეს არის ქართველი მებრძოლები და დღეს ბევრს ვისაუბრებ თილია თოფურიაძე და მერაბდოლიშვილზე, თუმცა არიან ალბათ აი ამ სპორტსმენებიდან გამომდინარე რაღაც ლინკები მაქვს, რომელიც სპორტსმენებიც მაინტერესებს რაღაც საყრდენებად მესახება MMA-ში. ახლა მოდი დავიწყოთ, რას გულისხმობ. ჯერ მაინტერესებს აი თუ მეტყვი და რამდენად ეს არის შენთვისაც საინტერესო ეს თემა და შეიძლება მაყურებლისთვისაც იყოს, რომ საიდან იწყება შენთვის MMA-ის ისტორია რა გაგებით? იცი, აი როდის ხურდება ეს თემა? აი თუნდაც რას ურჩევთ აი ახალ მაყურებელს, რომელიც ეხლა იწყებს ყურებას? აი საიდან დაიწყოს MMA-ის შესწავლა? ჩემი აზრით უბრალოდ უნდა უყუროს სპორტს და ყურებით, ბევრი ყურებით, ნელ-ნელა დაამუღამებს იმ პლუსებს და იმ ვთქვათ ნაწილებს, რაც MMA-ში არის მიმზიდველი. მე პირადად ჩემთვის MMA დაიწყო 2010 წელს საკმაოდ ხმაურიანი ორთაბრძოლით, სონენი სილვათი, სადაც მიმიზიდა რა ხდებოდა ბრძოლამდე. და ეგ უცხოარ იყო, იქიდან გამომდინარე რომ მე კრივის გულშემატკივარი ვიყავი და ეს ვთქვათ დაპირისპირება ბრძოლამდე კრივში 50 წლის წინაც არსებობდა ამ ბრძოლიდან რო გადავთვალოთ და მანამდეც იდეაში. და დამაინტერესა პერსონაჟებიდან გამომდინარე და შემდეგ უბრალოდ დავიწყე ამ სპორტის ყურება, ისედაც სპორტის გულშემატკივარი ვიყავი, ბევრ სპორტს უყურებდი და კიდევ ერთი დაემატა ეს უკვე არის დანა ვაითი სფლობელობაშია უკვე 2010 წელი 2010 წელი ვინ არის მათ ყველაზე წამყვანი მაშინ იყო ანდერსონ სილვა ჩელსონენი ვინც თქვით შეიძლება როგორც მებრძოლი ხარისხობრივად ვიღაცის აზრით არ ყოფილა ანდერსონ სილვასნაირად მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ყურადღების მიმქცევი იყო და შენს მეც კი ბატონო მეც კაი, ეხლა შენ არ გაგიკვირდება მე რო გითხრა, რომ საერთოდ MMA-ის არსებობა, სანამ დავინტერესდებოდი ეს რაღაცა ერთი წელიც არ არის, რაც MMA-ით დავინტერესდი. მე ვამბობ, აი საერთოდ რომ გამიგია, რომ ეს სპორტი არსებობს, ეს დაიწყო მაგრეგორი, ვიცოდი რომ არსებობს. საერთოდ რაღაცა ისეთი ტიპია, ეპატაჟური, ძალიან ყურადღება მისაქცევი ვარ, ეს რა სპორტია. საერთოდ თავიდან რა მეგონა, იცი რომ საერთოდ დადგმული იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არის რაღაცა სადაც ბრძოლები, საერთოდ დადგმული მეგონა. იმიტომ რომ იმდენად აი ეს რომ გამოდიოდა რაღაც ხელების ქნევით, ვფიქრობდი რომ ნუ ეს ალბათ მსახიობი. აი მაგრეგორზე რო ვისაუბროთ, რამდენად მართლა შექმნა MMA მეინსტრიმისთვის და რა როლი აქვს ამ სპორტში? ჩვენ საიტანტაში ვინც ვაკეთებთ ახლა MMA-ის გუნდი, ხშირად ხუმრობთ ხოლმე ამ თემაზე, რომ დღეს სამსახურები იმიტომ გვაქვს, რომ კონორ მაგრეგორი არსებობს. რა მაგარი? ხო, იმიტომ რომ ალბათ მაინც საბოლოოდ აქამდე მივიდოდა ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე რომ ამხელა წარმატებას მიაღწიეს ილიამ და მერაბმა, მაგრამ მე უშუალოდ ამ სპორტზე საქმის თვალსაზრისით ვმუშაობ 2016 წლიდან. აი ხო 10 წელია. აი ეს 2016 წელს იმიტომ გაჩნდა ამ სპორტის მიმართ ინტერესი საქართველოშიც და სხვა დანარჩენ
იდეაში არა MMA-ის ქვეყნებში, მაშინ ასე ეხლავე წარმოუდგენია ვერავის რომ საქართველოს როგორ არ არის MMA-ის ქვეყანა, ნუ ეს ხო ესე არ იყო 2016 წელს. ყავდა კარგი მებრძოლები, მაგრამ ნუ არა ასეთ დონეზე. ხო, ეს იყო კონორ მაგრეგორის დამსახურება. ზოგადად MMA-ის და მარტო UFC-ის კუთხით რო განვიხილოთ რა, UFC-ს აქვს ყველაზე კარგად ეს დაჭერილი. ადამიანებს ყურადღებას იპყრობს რა ხდება გალიამდე. ანუ ეს შენ როგორ აინტერესებ ხალხს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჰაიპი და ყველაფერი. ხო, ეს თვითონ ეს დადგმა შეიძლება დაარქვა, მაგრამ შოუ. ბევრისთვის ხო, შოუ არის ალბათ ყველაზე სწორი სიტყვა. უბრალოდ MMA იგივე კრივს რო შევადაროთ, რატომაც დაემართა კრივს ის რაც დაემართა, გულისხმობ რომ აშკარად სპორტი, რომელსაც 150 წლიანი ისტორია აქვს, ფაქტობრივად ჩაძირა სპორტმა, რომელსაც 30 წლიანი ისტორია აქვს, ეს გამოიწვია იმან, რომ კრივშიც იყო ეს თავიდან ეს ყურადღება, ამბავი გაინტერესებს, მაგრამ იქ როცა უშუალოდ ასე ვთქვათ, მივა საქმე ჭხუბამდე. ხო. MMA გაცილებით უფრო ეფექტური, ანუ MMA გაძლევს იმას, რასაც მანამდე გპირდებოდა. ხო. და კრივში რატომღაც ეს უკვე ხო, კრივში ხშირად არის, როცა ელოდები რაღაცას ასწავს და იქ მე ჩარჩოებია შეზღუდულია. ხო, იქ ის აღარ გვხდება. ნუ ეს ადრე ესე არ იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიძლება რომ ჩაგერთო, ეხლა რაღაც ანალიზი და რაღაც ფიქრობ ხოლმე ხშირად ამ ორთაბრძოლებზე რატო არის ესეთი მიმზიდველი და ესეთი რაღაცაც დამელინკა, რომ ეს ეხლა შენ თქვი რომ MMA 30 წლიანი ისტორია აქვს, როგორც MMA. ეგეც სინამდვილეში გაწელილი არის ჩემი აზრით, ანუ 30 წლიანი ისტორია არ არის, იმიტომ რომ გასაგებია რომ პირველი UFC 93 წელს ჩატარდა, მაგრამ აი ამ ფორმითაც ვუყურებთ რა ფორმაც აქვს ამ ყველაფერს, თანამედროვე ფორმა როგორიც არის, რომ ერთ დღეს ტურნირი არ ტარდება. ანუ ერთ დღეს არც ერთ მებრძოლს არ უწევს, რომ 3-3 იჩხუბოს რა. რაღაც მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი. აი ეს რაც აღარ არის, წესები რა ფორმითაც აი დღეს. ეს არის ბოლო რაღაცა 10 წელი. არა, 10 არა, ეს არის ბოლო ახლობებით 20 წელი. ოკეი, მაგრამ ნახე, მე რის თქმა მინდოდა რომ აი მაგალითად ბერძნულ რომაული ეს რაღაცა ჭიდაობა, ეს რომ სადღაც ბრძოლებში რომ მიდიოდნენ და იქ აი რომ წაიკითხო ისტორიულად არის იქ ალექსანდრე მაკედონელს იქ სხვადასხვა დიდ მებრძოლს ყოველთვის ქონდა ეს სკოლები, სადაც აი ამ ჭიდაობას ასწავლიდნენ და ყოველთვის ვინც აი ესეთ ხელოვნებას საბრძოლოს ფლობდა, ისინი უფრო მოწინავე მეომრები იყვნენ ხოლმე. ანუ მე მგონია, რომ და ალბათ არა მარტო მე, რომ აი ეს რაღაც არქეტიპი მებრძოლის ჩვენს ქვეცნობიერში, აი MMA-დან არიწყება. ეს არის კაცობრიობის ისტორიას მოყვება და იმიტომაც არ მგონია ესეთი მიმზიდველი, რომ ეს კი არ არის სპორტი, რომელიც გამოიგონა ადამიანმა იმ თვალსაზრისით, რომ აი წესები დააწესა, შეიყვანეს ოქტაგონზე და აქედან იწყება. ეს მე მგონია, რომ იწყება აი ნამდვილი გამარჯვებები და ნამდვილი ომები და მე უფრო როგორ უყურებ რა, ჩემთვის როგორ არის. ხო, ახლა მე ჩემთვის არის უბრალოდ ყველაზე ახლოს თხუბის სიმულაცია. ანუ აი თხუბის ორი ადამიანი როცა ერთმანეთს ეჭხუბება, როცა წესები არ არსებობს, უბრალოდ როცა ერთმანეთს ეჭხუბება, აი მაგ ყველაფერთან ყველაზე ახლოს არის MMA. და ყველაზე ნამდვილია. ხო, აქედან გამომდინარე გიტოვებს იმის შეგრძნებას, რომ ყველაზე ახლოს არის ორი ადამიანი. აი თუნდაც ის რომ ეს ელ მატადორია, ილია ის ვიღაცა რაღაცა არ ვიცი, ზმეზეთ მეცახელი. და აი კი, მაგრამ აი თან მგონია რომ ამ სახელებშიც, აი ამ სტილისტიკაშიც აი რაღაცა ძველი, რაღაც არქაული იქიდან მოდის ქვეცნობიერი რაღაც. კარგად მუშაობს მარკეტინგი. კარგი, რა ვთქვით ან ბოლო მაგრეგორზე, რომ ხო, ესე იგი ის იყო ვარსკვლავი, რომელმაც მიქცია საზოგადოებას გააგებინა ამ სპორტის შესახებ. ამის შესახებ. აუცილებლად კრივი დაიხმარეს მაგაშიც, სხვადასხვა იმიტომ რომ იქ ფლოიდთან კრივის მატჩი როცა გაიმართა 2016 წელს, მაგანაც დიდი გავლენა იქონია.
კი ბატონო, მე პირდაპირ შემიძლია გაგაფრთხილო და მაყურებელმა, ჩემმა მაყურებელმა კი იცის, რომ რა თქმა უნდა, მე რაღაცა აი უფრო პაპსა მებრძოლებს ვიცნობ და თავიდან ჩემს პოდკასტს და ამ ასე ვთქვათ, ჩემ MMA-ს ჩართულობას ესე მეინსტრიმი დავარქვი, იმიტომ რომ ეგ არის, ხა მე ვაღიარებ, რომ მე მიყვარს და ალბათ ბევრ მეინსტრიმულ მაყურებელს შოუს ვინც აკეთებს და ეგ მოგწონს, იმიტომ რომ არის რაღაც გვარი შეიძლება ესე პროფესიონალებმა, მაგრამ იცოდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვარსკვლავები გვიყვარს და ეგ არის ამას გვაძლევს ეს სპორტი, რომ შენ ძალიან მაგრა ერკვევი თუ არ ერკვევი, აი სპარკლ რო არ დაიჭირო არ არსაოს მე ესე მგონი, აი პირველივე წამებიდან რაღაცა გითრევს, რაც არის, რომ ყველა ცოდნის მიღმა არის, ინსტინქტურ დონეზე გიზიდავს. აუცილებლად ახლა მაგრეგორთან ეგრევე მოდის ხაბიბი და ხან ასე მესმის, ხან ისე, ზოგი იძახიან, რომ აი ხაბიბი და რა თქმა უნდა პატივსაცემი და რაღაცა დიდი მებრძოლი, ძალიან ბევრის გამსმენია, იგივე კომენტარებში, იგივე პირდაპირ, რომ კარგი რა ბრძოლები, ეგ რაღაცა გაბერილია. აი მინდა რომ შენ აზრს ვენდობი, გამაგებინო, ეს ხაბიბი ძალიან მაგარია თუ არც ისე. კარგი მებრძოლია, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი მებრძოლია. და ვფიქრობ ნებისმიერი სხვა აზრი არის რაღაცა გაუმართლებელია. გაუფასურების მცდელობა? ხო, გაუფასურების მცდელობა, თუმცა რადგან კონორიდან შენ თვითონ ხაბიბიზე გადახვედი, ესე იგი როგორც დამწყება მაყურებელმა, რომელიც ამ სპორტს ასე ვთქვათ, ახლა უმუღამებს და ეცნობა და მაქსიმალურად ყველაფერი აინტერესებს, შეამჩნიე შენ დაუნებურად ამ სპორტის აშენების ერთ-ერთი მთავარი ხერხი. ამ სპორტში ათლეტები და ასე ვთქვათ, ვარსკვლავები შენდებიან ერთმანეთზე. ანუ თუ გახსოვს ის თამაში რო იყო ერთი პერიოდი რაღაც ბურთებს რო ჭამდი და დიდი ბურთი რო ხდებოდი ნელ-ნელა რა. რაღაც ესეთი თამაში იყო, ტელეფონზეც ყველაფერზე იყო, ბროუზერზე, ყველაფერზე იყო. აი დაახლოებით ეგეთი პრინციპი აქვს MMA-ს. ანუ ერთის ვარსკვლავური სტატუსი რო გაზარდო, უნდა ჭყალებში აჭამო მეორე ვარსკვლავი. ოკეი. და ხაბიბის ეს ასე ვთქვათ, ეს ამ ხელაზე გაზრდა პირდაპირ არის მიბმული იმაზე, რომ მან ჭყალებში ისევ შეჭამა კონორ მაგრეგორი. ანუ რეალურად იმას რომ ამბობენ, რომ ხაბიბი გახდა ხაბიბი, იმიტომ რომ მაგრეგორმა გახადა ხაბიბი, იმიტომ რომ მაგრეგორი დაამარცხა. მაგრამ ეგ არ არის ეგ არ არის რომ მინუს, ხო, მესმის. ყველა ეგრე არის. ხო, ოკეი. თვითონ კონორი მაგრამ იყო კონორი პრაიმში, როცა ხაბიბი შეხვდა? არა, რატო ხო აქვს მნიშვნელობა? არა. ზოგი ამბობს, რომ ეს ნასვამი იყო. კი, თვითონ ხაბიბმა თქვა, მე მგონი, ნასვამი კაცი მიყურებდა. ხო. ხო, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. არ შეიძლება ხო, მაგის გამო ერთ ადამიანს აკლო რაღაც იმის გამო, რომ მეორეს კაი, აი შეგვიძლია რომ გავიაროთ, აი ვინ არის ყველა მაგრეგორი გავიგეთ და ნუ ყოჩა ხაბიბს და მართლა რომ უყურე ამ ორთაბრძოლს რამოდენიმეჯერ მომინდა ყურება ძალიან იმის მიღმა რომ ტექნიკურად ახლა გრეპლინგში და საერთოდ რომ სტრაიკინგი გინდა ცოდნია გინდა არა მაგრეგორს აბსოლუტურად პარტერში იყო ბრძოლა და ძალიან დაჯებნა, ჩემს ყავს მნიშვნელოვანია ხოლმე ემოციური მხარე. აი ეს ემოციები რაც იყო, აი არის მართლა ფილმი იყო, იმიტომ რომ აი ესეთი სიძულვილი. იმიტომ რომ მართლა იჩხუბეს. მართლა იჩხო, ნუ მე რო გადახტა და სპორტულად. ყველას თავზე დაახტა და აი გაგიჟებ ესეთი ემოცია, ეგ ძალიან მაგარია. ეგ მართლა შოუ დადგეს და მაგაში ხაბი. სხვათა შორის ჩემთვის ერთადერთი დაღესტნელია ხაბიბი, რომელისგანაც მოდის ემოცია. და დანარჩენებზე რაღაცა კეთილი გოლიათები არიან, მე მეძინებ, აი მართლა მეძინება. რამდენი ბრძოლა ვნახოთ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდად იბრძვიან, ძალიან მაგრები, ახლა ისლამ მახაჩევი ძალიან ელიტური გრეპლერია და რას ქვია გეძინება, მაგრამ აი ცოტა რა გეძინება და აი ხაბიბისგან იყო, ახლა არ არსებობს კონორ მაგრეგორის ბრძოლა ვნახოთ და დაგეძინოს, რომ ისეთი ემოცია მართლა უნდა, მოხჩობა უნდა. ინტერვიუში მე თქვა, რატო დათაფაო? რატო წასულ დაეძინა? ხო, ანუ მაგარია, მაგიტომ მიყვარს ექსპორტი. აი, კაი, მაგრეგორი, ოკეი. ეხლა რო კითხულობ, აი UFC-ს ბრძოლებს, იმ 29-დან რაც UFC-ში აქვს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11. ხო, ამ 13-დან მე მაგალითად ვცნობ მარტო მაგრეგორს, დასტინ პორიეს და ჯასტინ გეიჯს. დანარჩენი არ ვიცი. შენ ხო იცი? დოსანიოსი არის ქვემოთ, ჩემპიონი ხო? ოკეი. აი ვინ არის ესეთი მაგას? ჩემპიონია დოსანიოსია ქვემოთ. ოკეი, ბარბოსა არის ჩემპიონი.
აბა ჩემპიონია ბარბოსა არის ტოპ მებრძოლი, ტოპ 5-ის მებრძოლი. ოკეი, ბარბოსა არის. ან ძლიერები უნდა იყოს მაიკლ ჯონსონი. ნუ იმ მომენტში კარგ მებრძოლად ითვლებოდა. კი ბატონო, არის. და მაგარი. გლეისონ ტიბაო არის კიდე მანდ. კი ბატონო. ანუ ეგენი მაგრებია. ან მაგრებს მოუგო. აბა რა სერჩია? არ ვიცი. ანუ სისულელია, ხო ეს? რო აი ფრასის გეტყვი რა სერჩია. ხო. იმიტომ რომ ანუ ეს ბოლოში UFC-ში არის სულ 13 ბრძოლა. ხო. და მისი რეკორდი არის 29-0-ზე. ხო. აი ეს დანარჩენი. ხო, UFC-ს გარეთ დიდად არაფერი. დანარჩენი აი ზოგჯერ გალიაშიც კი არ არის ნაჩხუბარი, არის უბრალოდ სიფრთხეზე, ანუ ჭიდაობის. ოკეი. გავიგე. ოკეი, მაგრამ ეს 13 UFC-ში რაც არის. ხო, მეც მგონია, რომ ესე შემთხვევით დიდ სახელს ვერ გაიკეთებ ეგეთ სპორტში, რაღაცა. აი შემთხვევით დიდი სახელის გაკეთების მცდელობები ბევრი ყოფილა და საბოლოო ჯამში აბსოლუტურად ყველა მთავრდება კრახით. ხო, რომ მარტო გაბერილი რაღაც, აი ვინ სადღაც აი გახსოვს თავიდან რომ გითხარი რომ ერთმანეთის ჭამაზე არის და ჭყალებში რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მე რაღაც ისე არ გაიგოს და მე რჩება ასე ვთქვათ სტატუსი. შეიძლება იქამდე მიგიყვანონ რომ ვარსკვლავების ჭამა უნდა დაიწყო ახლა, მაგრამ იქ შენ უნდა გააკეთო მე შენი საქმე. და ბევრი არის მაგალითად აი დარენტილი დაუშვათ ბრძოლია რომელსაც ხო, აი მაქსიმალურად ხელი შეუწყეს ყველაფერში. ვერ გააკეთა. მივიდა საჩემპიონომდე, როგორღაც მივიდა კარგი ბრძოლებით, მისთვის ხელსაყრელი მეტოქეებით, თან კარგი სახელებით და თან რომ ხელსაყრელი. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტილისტურად რომელიმე ბრძოლი როგორ მოგერგება, ასე ვთქვათ, შენ. ანუ მაგასაც არჩევენ, აი გააქვს მაგის არჩევის საშუალება. პედი პიმბლეტი მაგალითად. აი პედი პიმბლეტი ისე მიიყვანეს საჩემპიონო ჩუბამდე, რომ ჩემი პირადი აზრით აი კონკრეტულ მომენტში ტოპ მებრძოლი მას არ დაუმარცხებია. ანუ შეიძლება ვიღაცას ჰქონდა დიდი სახელი. მაგალითად ტონი ფერგიუსონს. მაგრამ ტონი ფერგიუსონს როცა პედი პიმბლეტმა მოუგო, ტონი იყო მარტო სახელი. რატო? იმიტომ რომ აღარაფერი აღარ შეეძლო. აი შენ რო თქვი რომ მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ხაბიბზე ხო თქვი? მაგრეგორზე თქვი. მაგრამ ის შენ ამბობ რომ სვამდაო. და ეს ბებერი. არა, პრაიმში ხო არ იყო თქო, მაგრეგორი. პრაიმში არ იყო, იმიტომ რომ სვამდა. იმიტომ რომ სვამდა და არა ასაკის გამო, ოკეი. ხო, არასერიოზულად მიუდგა ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს. და აქ უკვე ასაკის თავს ზემოთ ძალა არ იყო ჯგუფში, ანუ. და მაგიტო და ალბათ დანა ვაიცას და ამ UFC-ს მოწონს ეს ემოციური და შოუს მაკეთებელი ყველას მოწონს და პიმბლეტიც. კი, პრომოუტერის ოცნება არის პედი პიმბლეტმა რომ მაგრად იცოდეს ჩხუბი. მე არ ვამბობ არ იცის. აი შეიძლება მე თქვა როგორც მაყვარ პედი პიმბლეტს არ აქვს ჩემთვის სერიოზული ვაიბი ვინმესთვის აქვს. კი, შოუს აკეთებს, მაგრამ ცოტა სასაცილო შოუს აკეთებს. ეგ არის პერსონაჟი ასე ვთქვა. ხო, აი, იმიტომ რომ ჩვენ როცა გვყავს ილია თოფურია, სხვა თამაშია. კონორ მაგრეგორსაც არ ქონია სერიოზული. არა, კონორ მაგრეგორი არის, ჯერ მარტო ამ პერსპექტივით. რა მუსიკაზე გამოდის, რეპი, ანუ მიხდი თვითირონიაც არის მის აი მოძრაობაში, პლასტიკა არ არის სერიოზული თვითირონიაც არის, მაგრამ თან არის რომ ბედგაია. ანუ რაღაცა მიმზიდველობაზეც თამაშობს, აი იპრანჭება. ანუ კიდე სხვა ვაიბია. ეს ძალიან მესმის რომ სხვა პერსონაჟი, მაგრამ ეს სერიოზულია. სერიოზულ გასაგებია, იმიტომ რომ ეგ ფლატ სერიოზულად თუ შეიჭერი, მაგრამ სერიოზული პერსონაჟი, ოღონდ არა შექმნილი, აი მართლა ბუნებრივად ეგრე რომ იყო მაგალითად აი შენს მიერ ნახსენები ხაბიბი. ხაბიბი არის, ხო, ავთენტურია. ხო, ის ავთენტურია, იმიტომ რომ მას ეგრე ასწავლეს. და ეგ ძალიან უნდა ყოფილიყო. აი ძალიან ხაბიბი სხვათა შორის ახლა იმდენს უყურებ ილიას გამო და საერთოდ მაგაც სკოლას და რაღაცნაირად ხო იცი რომ გინდა რომ შეისწავლო რა ვინ არიან, იმდენს უყურებ რომ სადღაც სიმპათიები გამიშლე, იმიტომ რომ აი პატივისცემას იწვევენ და მე საერთოდ არ მაქვს ესე რო გითხრა, ძალიან ცოტა არის ისეთი მებრძოლი, ვის მიმართაც არ მაქვს ესე სიმპათია და ძირითადად სულ სხვა მიზეზებია ხოლმე. არა ჰეიტერი არ ხარ დაღესტნელი. არავისი საერთოდ. საერთოდ არავის, იმიტომ რომ ანუ მე ვფიქრობ, როცა ჩემს საკომენტატორო კაბინაში ვზივარ, ჩაცმული და მიმყავს ორთაბრძოლა და ამ დროს ვიღაცა შიშველი იქ შესული არის 8 კუთხედში და ჩხუბობს და
ხან ფეხი ხდება და ხან ხელი და ხან იდაბი და ხან მოკლე კიდე მივიჯდე ხა და ამბობდე რომ ის რა თქმა უნდა ხა ეს არ იქნება სწორი შესაბამისად მე ყველა მებრძოლს ისაც შეუძლია ხო რომ ეს ამაზე წავიდეს და ეს გახდეს მისი შემოსავლის წყარო ფიქრობ პატივი უნდა ვცე ან მე ფიქრობ მომეთხოვება კიდეც იქიდან გამომდინარე რომ მე მაგით ასე ვთქვათ მიმაქვს სახლში საჭმელი. კი ბატონო. მოდი ხაბიბთან ერთად ისლამ მახაჩევზე გადავიდეთ და ნუ ეგ ხაბიბის სკოლა ხო ნურმაგომედოვების და მოდი ვთქვათ შენი შედარება როგორ ხედავ როგორი მებრძოლი იყო ხაბიბი როგორია ისლამი რაში არის უფრო პროგრესული სად არის ზუსტად დავუშვათ დაკოპირებული თუ აი როგორ დაახასიათებია ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩემი აზრით როგორც ორი მებრძოლი ერთი არის ძიმე მოჭიდავე კონტროლზე ორიენტირებული მეორე უფრო სრულყოფილი MMA-ის წარმომადგენელია ისლამი არის ცაცია იყენებს ძალიან კარგად ფეხებს არის გაცილებით უფრო სწრაფი ხელითაც გაცილებით უფრო მოძრავია სუფთად მოძრაობს სტრაიკინგში თითქოს უფრო დიდხანს რჩება რა და MMA-ის მებრძოლია თუ საჭიროა სტრაიკინგში დარჩება თუ საჭიროა იჭიდავებს თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად თუ ეგ გაინტერესებს მოუგებდა ამის გამო რადგან ანუ სრულყოფილი არ ნიშნავს რომ უკეთესია ხო არა გასაგებია როგორია განსხვავება ხო მე ვფიქრობ რომ ორივე არის საინტერესო ერთი მეორეზე უკეთესი ათლეტი. ნუ რა თქმა უნდა ვეპარებით ჩვენ მებრძოლს ილიას ხო? აი როგორი პერსპექტივებია ძალიან მე რაღაცნაირად მაშფოთებს ხოლმე რომ ზოგი რო იძახის რომ არ შედგება ეს ბრძოლა, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ შედგეს და ალბათ ყველას ისლამსა და ილიას შორის. როგორია პერსპექტივა საერთოდ შედგეს ეს ბრძოლა და არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს მე უბრალოდ ვფიქრობ რომ ბიზნესურად ძალიან დიდი დანაკარგი იქნება ორივე ამ ადამიანისთვისაც და ანუ პირველ რიგში ალბათ მაინც უფრო ორგანიზაციისთვის რომ ეს ბრძოლა საერთოდ რომ არ შედგეს არასდროს აი ეს იქნება დიდი დანაკარგი მაგრამ აი როდის შედგება ამის ვარაუდი ძალიან რთულია. ხო არ ფიქრობ რომ ისლამის მხარეს თუ მხარესთვის მოდი აი უფრო იქიდან გამომდინარე რომ იმსჯელოთ რაც გვაქვს წამს ხო? ილიამ ვიცით რომ ცოტა ხანი პაუზა აიღო, ახლა დაბრუნდა და აუცილებლად უნდა მოემზადოს მის წონაში დროებითი ჩემპიონისთვის. ოკეი. გადაასწრე ეს ბრძოლა დიდი ალბათობით გაიმართება თეთრ სახლში. ივნისში, ხო? ივნისში არა, 14 ივნისში. ჯერ 14 ივნისი თქვეს და 4 ივლისი და არა, მე მგონი 14 ივნისი. ხო. მოკლედ, ან ივნისში. სიმართლე ვიტყვი ხა გუშინ ივენთი იყო და. ხო, ოკეი. სადღაც ივნისი-ივლისში. ტრამპის დაბადების დღეზე არის მოკლედ. ოკეი, მაშინ დავუგულოთ როდის არის ტრამპის დაბადების დღე და ნუ მაგ დღეს არის. დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იდეა არის რომ ეგ ბრძოლა იქნება ზაფხულში. ხო, ანუ ეს არის ილიას რაც უეჭველი ამ წამს აი აუცილებელია და დევს. ხო. ისლამს ახლა თავის მხრივ ყავს სამი კონტენდერი ახალ წონაში. იანგარი, მაიკლ მორალესი და კარლოს პრატეში. პრატესი. ხო და ამ სამიდან ერთ-ერთს მაინც უეჭველი უნდა შეხვდეს. უეჭველი ერთ-ერთს. რო დაიცვას. ხო, აი აუცილებლად ერთ-ერთს უნდა შეხვდეს. მოდი, ეს წესია, ხო? აუცილებელია? შეიძლება არ დაიცვას და ისე. ეს არის კერძო ბიზნესი და როგორც ბიზნესს აწყობს, უბრალოდ როცა დროებითი ჩემპიონია, წონით კატეგორიაში, ილიას შემთხვევა რაც არის გეიჯი, უეჭველი. მაშინ აუცილებლად უნდა. მაშინ ხამარი უნდა დადო. ოკეი. ან პირდაპირ ისლამს ვერ შეებრძოლება ილია, სიტყვაზე რომ ჩაინიშნოს. ილიას თეორიულად შეიძლება ახლა ამ ოთახში სამნი ვართ და პირდაპირ სამს შეგვებრძოლოს თუ ეს ორგანიზაციას აწყობს. ანუ ეგეთი წესები შეზღუდვები არ არსებობს. ანუ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, თუმცა როგორც წესი ახლა ილიასთვის არის გაუგებარი რომ გეიჯის არ შეხვდეს და დარწმუნებული ვარ რომ ილია გეიჯის აუცილებლად შეხვდება. მით უმეტეს რომ თეთრი სახლის ივენტზე 99%-ით მანდეთ მიდის ეს ყველაფერი. ოღონდ ეს მართალია რომ თეთრი ბოდიში ის არის რა.
პლუსი. მართალია რომ ამბობენ რომ რუს მებრძოლებს არ დაუშვებენ. ჩემთან იყო სტუმრად მერაბი ჩვენთან Fight Night Live-ზე და იქ ეგრეთ თქვა მერაბი. რო არ დაუშვებენ. და მაგიტომაც ზიანთან ბრძოლა მერაბისთვის არ შედგება. ხო, მაგაზე რო ლაპარაკობდით, მერაბმა გითხრა რომ რუსები არ ჩუებენ. აჰა, ანუ თუ თეთრ სახლში იბრძვის ილია, აუცილებლად ხდება გეიჯის. ეს გასაგებია. არა, ისედაც აუცილებლად გეიჯის უნდა შეხვდეს. ისედაც და ასე. იმიტომ რომ ამერიკელებს ჩემპიონები არ ყავთ. ოკეი. და ეს არის ამერიკელი ხამრიც. კაი, მოდი დაუბრუნდეთ ისლამს, იმიტომ რომ გეიჯისთან შეიძლება გეიჯისაც ვილაპარაკოთ, მაგრამ რაღაცნაირად ისეთი განწყობაა, რომ აუცილებლად მოემზადოს ილია და ეგრეც აკეთებს, მაგრამ აი რაღაცნაირად ძალიან დიდი სწორი ძალიან ილიასკენ არის გადმოხრილი ჩემი აზრით და ალბათ ბევრის აზრით რა, ძალიან დიდი უპირატესობა. ბევრის აზრით. აი ისლამთან ყველა აი ესე ბევრი ქართველიც ამბობს ისლამ მახაჩევზე, რომ აი welterweight-ში თუ შეხვდა, მაშინ შეიძლება წონის გამო კონდეს უპირატესობა. აი მე მაინტერესებს, ეგეთი უპირატესობა შეიძლება აი წონას კონდეს დაუშვათ თუ welterweight-ში. კი, რა თქმა უნდა. შემთხვევით ხარ მოიგონეს წონითი კატეგორიები. წონას აქვს დიდი მნიშვნელობა, წონას წვდომს, ხელის, სიმაღლეს. ხო, მაგრამ აი ილია ხო ამბობენ და ალბათ თავის გუნდიც იმიტომ, ასე ვთქვათ, იქარჩება ამ ბრძოლაზე და უნდა მესამე დივიზიონის ქამრის და უპრეცედენტო შემთხვევა იქნება სამი ქამრის ფობედა ამ შემდეგ, რომ ამის იმედი აქვს, ხა ეგ როგორ შეიძლება არ ქონდეს გათვლილი იგივე ალექსანდრეს, იგივე ილიას, იგივე მათ მწვრთნელებს, რომ ესე იგი ილიას ბუნებრივი წონა სადღაც არის 83-84 როგორც ვიცი, ხო? ალბათ მახაჩევი უფრო მეტია, სადღაც 87 ურტყამსო, მაგრამ ალბათ ეგეთი დიდი სხვაობა არ არის. ანუ ილიაც და მისი ძმაც არიან მებრძოლები და მებრძოლი ყოველთვის პირველ რიგში თვითონ დარწმუნებული არის თავის გამარჯვებაში. ანუ თუ შენ კაი, შენ როგორ ფიქრობ? რაღაც სკეპტიკურად იმზიები. არა, მე არ ფიქრობ, რომ რაღაცა მაგ ბრძოლაში მე აი აშკარად დიდი ფავორიტი უნდა იყოს. ოკეი, არა. მით უმეტეს 77-ში. ან welterweight-ში მით უმეტეს. რატომ უნდა იყოს ფავორიტი ერთი ან მეორე რომელიმე? არა, ფავორიტი არა. თუ უნდა იყოს ვინმე ფავორიტი, ალბათ უფრო ისლამია, ხო, ლოგიკურად. რატო? იმიტომ რომ უფრო დიდია, უფრო მძიმეა, უფრო გრძელია, უფრო დიდი გამოცდილება აქვს უშუალოდ UFC-ში. მე მგონი კი უფრო ერთფეროვანიც არის. უფრო მისი წონითი კატეგორიაა 77. ანუ თუ უნდა იყოს ვინმეზე, თუ უნდა თქვა მაინც და მაინც რომ ვინმე არის აქ ფავორიტი. უფრო ისლამი? აი მე გეტყვი როგორ უყურებ. არა იმიტომ რომ მე მაგალითად გონია რომ ილია თოფურია მოუგებს ისლამ ახაჩევს, მაგრამ აქ საუბარი არის რომელი უნდა იყოს ფავორიტი. ანუ რა შეგრძნე როგორ გითხრა? აი ილია თოფურიაზე რო თქვა ეხლა მე ფავორიტია მეთქი. აი ისლამთან უეჭველია შევა მოკლავს. აი რაღაც ესეთი რო ვილაპარაკო. არა, ხო, ეგ ეხლა მე ხო რეალურად ამით ილია თოფურიას წყალებში ავკიდებ იმაზე მეტ როგორ თქვა, იმაზე მეც მოვითხოვ მისგან, ვიდრე უნდა ვითხოვდე და აგიხსნი რას გულისხმობ. ილია თოფურიას კარიერა არის დაწყებული bantamweight-ში. ინგლისურად ვიტყვი, იმიტომ რომ სუპერ მსუბუქი და ფემსუბუქი ეს უფრო ვერ ესმით მაყურებლებს საბოლოო. ხო, bantamweight-ში. სადაც Cage Warriors-ის კამარი უნდა მოეგო და უბრალოდ წონა ვერ დადო იქ ნოკაუტით კი მოიგო ჩხუბი, მაგრამ კამარი ვერ აიღო. და წონა ვერ ჩააბარა. წონა ვერ ჩააბარა, იმიტომ რომ ხო ძალიან ისე მოუმზადებლად ისე სიტუაციურად დახვდა ეგ ბრძოლა. რეალურად featherweight-ში. ხო, მე ავიდა ერთი წონით მაღლა, მოიგო UFC-ს ჩემპიონი. მე კიდე ავიდა ერთი წონით მაღლა, კიდე მოიგო. და ეხლა კიდე უნდა ავიდეს და ძალიან დიდი ჩელენჯი. ანუ ჩემი აზრით ილია თოფურია რომ ისლამ მახაჩევის მთავარ მეტოქედ განიხილება და ეს უკვე გამარჯვება. ამაზე ხალხი არა მარტო ქართველები, ხო, ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს, რომ აი ილია და ისლამი ეს არის ჩხუბი, რომელიც უნდა გაიგო. ეგ არის უკვე ძალიან დიდი რამ. ხო. ანუ უკვე მისი კარიერის დიდებულება. სინამდვილეში ჩემთვის ილია რო ისლამ შეხვდება 77-ში. ილიას შეუძლია მოიგოს ანუ მიიღოს ამ გამარჯვების ძალიან დიდი რამ, ანუ ძალიან ბევრი და წაგების შემთხვევაში ჩემი აზრით არაფერს არ კარგავს. არ ვიცი. მესმის პროფესიონალურად შეიძლება ეგრეც თქვა, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო მესამე დივიზიონი ხო. თუ ვინმე მაყურებლებიდან უყურებს კრივს, კარგად მიხვდება რას გულისხმობ. რობერტო დურანი რო შეხვდა
მარვინ ჰეგლერს 60 პაუნდში 80-იანებში. იქ ის ბრძოლა რომ კონკურენტუნარიანი შედგა და ჰეგლერმა ბოლო რაუნდებში მოიგო, ეგ უკვე რობერტო დურანის გამარჯვება არის. იმიტომ რომ რობერტო დურანის კარიერა არის დაწყებული 135 პაუნდში, lightweight-ში, კრივის. ანუ მებრძოლი, რომელიც საგრძნობლად პატარა არის მეორე მებრძოლზე. აი მაგალითად ვოლკანოვსკი ისლამი, კარი დავივიწყოთ ეს თუ რაღაცა. ვოლკანოვსკი ისლამი. შედგა lightweight-ში. ვოლკანოვსკი მეჩხუბა ღირსეულად, კარგად და მაგ ჩხუბში პირველ ჩხუბს გულისხმობ. აი ემოციურად მაყურებლის თვალში გამარჯვებული გამოვიდა ვოლკანოვსკი. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება დარჩა ისლამს. ხო. და ილია წარმოიდგინე იგივე საპირებს, ოღონდ კიდევ უფრო მაღლა. ხო, ოღონდ ნახე ვოლკანოვსკი ძალიან მაგარია და ლეგენდაა და გასაგებია, მაგრამ ილია ცოტა კიდე სხვა მოვლენა მგონია, ის სუფთა როგორც მებრძოლი. მართლა მგონია, რომ იმდენად ძლიერი მისი კრივი. ილიამ რომ გაიმარჯვოს, ეს არ გაუკვირდება ალბათ არ გახო მაგას ეს შემთხვევით წინასწარ არ უნდა წინასწარ არ დავკიდოთ ეგ ძალიან უცნაური იქნება ჩემი აზრით რომ აი უეჭველი უნდა მოიგოს გქონდეს გულშემატკივრებს, იმიტომ რომ თუ ვერ მოიგებს, მაშინ გამოდის რომ ამ ადამიანმა იმედები გააცრუა და იმედები რატომ გააცრუა, როცა 4 წონითი კატეგორიის მაგნატელში გეთანხმები, რომ ილიამ უკვე რაც გააკეთა, ეხლა რომ ფეხი-ფეხზე გადაიდოს, მაინც ლეგენდა იქნება და სულ რო თქვას აღარ მინდა ისლამთან. მე საერთოდ არ მიყვარს ძალიან წაგების გამო გაკრიტიკება. არა, ეგ რანაირი გულშემატკივარი. აი გეტყვი რას გულისხმობ. გაკრიტიკება სხვა რაღაც ვამბობ და აგიხსნე მოხდა. ყველაფერს აქვს კონტექსტი. კონტექსტი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მშრალი რიცხვები, მშრალი შედეგი. ილია თოფურია ისლამ ახაჩევთან 77 კილოგრამში წააგებს თუ არ წააგებს, მისი გაკეთებული საქმიანობა არ გაუფასურდება რა თქმა უნდა. კი ბატონო. მაგრამ ნახე, ილია თოფურია თუ მოიგებს 77-ში, ჩათვალე რომ ულაპარაკოდ ასე ვთქვათ, ჩამოიღებს იმ დიდი 4-ეულიდან ერთ-ერთს და დადგება მათ ადგილზე, რომელიმეს ადგილზე, რა. MMA-ს ყავს თავისი დიდი 4-ეული. და ვიმეღას არის 3 დივიზიონის ჩემპიონი? ხო და არავინ. არავინ, უპრეცედენტო შემთხვევა. თან უბრალოდ 3 დივიზიონის ჩემპიონობა არ იქნება, აქ საქმე იქნება. ძალიან, ხო, ძალიან დიდი სახელები ექნება მოგროვებული, ასე ვთქვათ. ვინ არის 4-ეულიო მითხარ? დიდი 4-ეული? ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, ანდერსონ სილვა და დემეტრიუს ჯონსონი. აჰა, ის პირველი არ ვიცოდი. რას ირწმილია? რომელი? ჟორჟ სენ-პიერი? ხო. დაარჩევის ჯონ ჯონსი, დემეტრიუსი და ვინ თქვი? ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი, ანდერსონ სილვა და ჟორჟ სენ-პიერი. და რამდენი მაქვს ასწავლე? არა უშო. ხო, ნახე, მაგრამ ისლამმა რო წააგოს, აი მან მგონია რომ ძალიან ბევრს აგებს. ისლამისთვის ძალიან, ხო და მაგიტო ამბობ, ანუ სინამდვილეში არ შეიძლება, მაგიტო არ უნდა გქონდეს ჩვენ მოლოდინი, რომ აი აუცილებლად ილიამ უნდა მოიგოს, იმიტომ რომ ისლამმა რო წააგოს, ხაზი ესმება, მის ხაზი არ ესმება, მაგრამ ძალიან დიდი ბევრ ამას კარგავს კი. ძალიან ბევრ ამას კარგავს. რეპუტაციო თელი სკოლა ალბათ. ძალიან დიდი ხო, ასე ვთქვათ, ზიანი იქნება მისთვის. ხო. და ამიტომ ამბობ, რომ სინამდვილეში სურათი არის ასეთი. ილია თუ მოიგებს იღებს ძალიან ბევრ რამეს, თუ წააგებს, ჩემი აზრით არაფერს არ კარგავს. ისლამი თუ მოიგებს, დამიჯერე მთელი მსოფლიო იტყვის, რომ ნუ ვიღაცა ვინც ახლა ვისაც ილიას ეს თავდაჯერებულობა აღიზიანებს, ის იტყვის, რომ აი ხო ამბობდი და დანარჩენი იტყვიან, რომ ხო, აბა ეხლა რა მოხდა რა. მოუგო თავისე პატარას ისლამ. ანუ ისლამის არც არაფერს არ მიიღებს, მიხვდი? მოგების შემთხვევაშიც კი შეიძლება ბევრი არაფერი მიიღოს. ძალიან მინდა რომ შეგეწინააღმდეგო. ვიცი რომ ძალიან ბევრი იცი ჩემზე მეტი და ამას პირდაპირ ვაღიარებ, მაგრამ ლოგი არ ვიცი, აი ამ შემთხვევაში ვერ ვიზიარებ ბოლომდე ამ ლოგიკას და რატო იცი? არ არის ილია უბრალოდ იმაზე პატარა, იმაზე დიდი, რატო იცი? ეგრე დავა. ნახე, ის ოლივეირა არისო ილიაზე ერთი თავით მაღალი, რა ვიცი, ესე ჩანს. ის რა ქვია იმას, ჯაი ჰერბერტი არისო ერთი თავით მაღალი. კიდე არ მახსენდება ვინ იყო ეგ. ხო, მაგრამ ეგენი ხო მოიგო. ხო, მაგას ხო თავისზე მაღლებს და ანუ მან ტექნიკაზე. მაღალზე არ არის. დიდი რანუ კაი ის რაღაც წონასაც აქვს, მაგრამ სადღაც იძახიან რომ წონამ შეიძლება პირიქით შეუშალოსო მებრძოლს და უფრო სისწრაფე დააკლოს და ასე შემდეგ, მაგაში არ არის არანაირი. მაგრამ ისლამი ხო ნახეთ უკვე.
აქ ზონაში. ნახეთ ვისთან გახვეწები ის ბრძოლა, რა ვიცი, ეძინა, რა გვარია ის JDM, ხო? JDM. ანუ მე ვისურვებდი, რომ უფრო რაღაცა სიცოცხლის უნარიანად წარმდგარიყო. აი ხა რამე გააკეთა JDM-მა ისეთი წინამდებობა გაუწია, რომ გეთქვა, რომ აი ხაბიბმა რო კონორს მოუგო. შენ წეგან რა თქვი ხო გახსოვს? ხო. ანუ შენ თქვი, რომ ისო სვამდაო და ანუ ადამიანები ინტუიციით, ანუ თავისით შინაგანად რაღაცნაირად იწყებენ მიზეზების ძებნას. ხო. რო გააყრავო? ხო და შენ ახლა მაგალითები რომ მოყავდა, ეგ ის შემთხვევებია, სადაც ილია იგებს. ხო. და შესაბამისად ამბობენ, რომ ვაუ, ილია რა მაგარი მებრძოლია. ხო. და ეს ასეა. ხო. ხო და ჩვენ არ გვინახავს და იმედი არც ვნახავთ. როცა ილია წააგებს მართლა, ილია შეიძლება მახაჩოს 84 კილოში წაყვეს, იმიტომ რომ კონკრეტულად მის დამარცხება უნდა რა. ხო. ხო, ჩვენ არ ვიცით თუ მოხდა და რო წააგებს, ანუ მე რას ილაპარაკებს ხალხი. იმიტომ რომ მე მაგალითად ძალიან ბევრი სხვადასხვა კომბატ სპორტებიდან მახსენდება შემთხვევები, როცა ზუსტად იგივე სცენარი იყო, უკეთესი პატარა მებრძოლი შეხვდა ძალიან მაგარს დიდს და რომ წააგო მერე ის რო ის პატარა იყო ძალიან ნერვიულობ მე მგონი მე რა სიტყვის ხალხის თემაზე. მე მაინტერესებს მე რა სიტყვის ხალხი. მე პირიქით რადგან ქართველია ეს გვადარდებს. მე პირიქით გეუბნები რომ ილია თოფურია არაფერს არ კარგავს მაგ ჩხუბში საერთოდ და მაგაზეთ ბოლომდე აქ ხო იმიჯიურად არის რაღაცა თვითონ პოზიციონირებას აკეთებს ამას რომ ისლამს დაამარცხა საკუთარ რაღაცას. სინამდვილეში ყველაფერი კარგად იქნება. ილია მოიგებს. მე უბრალოდ ხალხის განწყობა არ მომწონს. მე ნახე მესმის, მაგრამ მე ნახე რას ვამბობ მე არ მომწონს როცა ამბობენ რომ აი რა ხა აი ვინც ამბობს რომ ისლამთან როგორ შეიძლება ახლა ილიაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ისლამი მოიგებს, იმიტომ რომ უფრო ეგ მაღიზიანებს, იმიტომ რომ მაღიზიანებს არა, არ ვეთანხმები. აი მოდი ერთ რაღაცას გავაჟღერებ და არა როგორ მე მიწერენ, წაგაკითხებ. რომ რა სიძახითო ერთს დაუწერე კიდევაც რომ შენ აქ ვინ მოგიყვანა თქო თუ რაღაცა როგორც ილია პასუხობს. ანუ პირდაპირ აი მთელი აბზაცი აქვს რომ ისლამი მოუგებს ილიას და არ ვიცი საერთოდ შეიძლება ტროლია. მე არ ვკითხულობ კომენტარებს. ნახე რისი კითხვა მინდა. ერთ რაღაცას გავაჟღერებ და შენ მითხარი ეს ფანტაზიის სფეროა თუ რეალობასთან ახლოს. მე მგონია და ეგეც შტაბეჭდილება დამრჩა, რასაც უყურებ და ყველაზე მეც ილიას უყურებ, რომ ილიას არა აქვს უბრალოდ კარგი კრივი. ილიამ თუ მიეცა საშუალება მართლა ცოტა ხანი მაინც გაჩერდა ფეხს ისლამ მახაჩევი და დავამთავრებ და მითხარი. და მართლა ეს კონექშენი გააკეთა და მოარტყა, აუცილებლად დაჯაბნის. მახაჩევს. კი, ეგრე არის. ხო. შენი აზრით როგორ არის პროცენტულად შანსები? მე მგონი რომ თავი აქ არის სტრატეგია. არა, პროცენტულად კი, მაგრამ მე ყველაფერი სტრატეგია უნარები. საბოლოოდ აი, ჩემი აზრით პროცენტულად როგორ არის? აი, რო ავიღოთ მებრძოლი ილია თოფურია და მებრძოლი ისლამ მახაჩევი. თავის საუკეთესო ვერსიაში. აი, წარმოვიდგინოთ ხელოვნური ინტელექტები ვართ და ავაკეთებთ ესეთ ანალიზს. თავის საუკეთესო ვერსია ილია თავის საუკეთესო ვერსია ისლამ მახაჩევი. ჩემთვის არ ვიცი 70% არის ილიას მხარეს. თუ იმან ყველაფერი გამოიყენა თავისუფლად გასაგები არის ეგ 70. და აქეთ 20 შესაბამისად, ხო? ხო. ან ისე ცუდად უნდა დაალაგდეს სცენარი, რომ აი მაინდა-მაინც საერთოდ ხელის მოქნება ვერ შეძლოს ილიამ და სულ პარტერში იყოს და დაუშვათ რატომაც. ხო და ეგ ალბათობა ხო არსებობს? არსებობს კი. მაგიტომ არის ესეც საინტერესო რომ ვერ დავადებთ ბეჭას ვერ დავარტყამთ. ეს 30% რომ მოხდეს. ხო, ნუ შეიძლება. ხო შეიძლება. კი, შეიძლება. მე როგორ არის შენი აზრით? ანუ ილიაზე, ანუ ილია ჩვენთვის ყოველთვის იქნება მithumes ქართველებისთვის უდიდესი მებრძოლი. ჩვენ არ გელაპარაკებ, აი ზოგადად გეუბნებ. ნუ იქ ორი დივიზიონის ჩემპიონია, უმაგრეს სახელები დაწყებული. და ზემოთ კიდევ რომ საერთოდ გამხდარიყო რაღაცა. ხო, რა თქმა უნდა. მითიური მებრძოლი. კი ბატონო, მაინც საპასაპატიოსაცემო იქნება ყოველთვის. კი ბატონო. ისლამა რო წააგოს, ისლამი დაინგრევა მაგის მთელი დაღესტნელების შესაბამისად აქედან თუ ერთი არაფერს არ კარგავს და ყველაფერს იღებს და მეორე წაგების შემთხვევაში ინგრევა ოღონდ არაფერს არ კარგავს აი მანდ ვერ მოყვები რა შეიძლება უფრო ნაკლებს კარგავს ვიდრე ისლამი სადღაც მაგრამ ნახე ამ შემთხვევაში ხა ჩემგან სხვა აზრს ვერ მოისმენ და მე
მაგრამ შეხო დარწმუნებული ხარ რომ ილიას რო კითხო მისთვის აი ოქტაგონზე ილია არ შედის არ არის ეგ მაგ ფსიქოლოგის რომ შედის და მე ხა ორი დივიზიონის ჩემპიონი ვარ და რაც იქნება იქნება ის შევა კბილებ დაგეშილი თუ გალეს ის არის ადამიანი რომელიც იბრძვის მე ვარ ადამიანი რომელიც ამ ყველაფერზე მუშაობს ხო და ვიღაც არის გულშემატკივარი რომელიც პრაგმატულად უნდა შეხედო ამ ყველაფერს და ემოციებს არ აყვე მაგას არ გეუბნები ანუ სამი სხვადასხვა ხედვა არის რა ადამიანის რომელიც ამ ყველაფერს უშუალოდ თვითონ აკეთებს მეორე ხედვა არის რომელიც ამ სფეროში მუშაობს და მესამე არის რომელიც არის უბრალოდ ამ ყველაფრის მაყურებელი და შეუძლია თქვას ყველაფერი რაც პირზე მოაქვს ილია შენ და მე აგერ დაახლოებით სამეული შენ სხვა ხედვა გაქვს კი ბატონო მე მაქვს უფლება რომ რაც მინდა ის დავაბრეხო როგორ თქვა სხვა მოლოდინი უნდა გქონდეს და სხვა შემართება კი ბატონო მე სხვა და ილია სხვა მე სხვა ილიას სხვა კი ბატონო ანუ ილია რო ესე უყურებდეს რომ რა მოხდა ახლა გავალ და ეგ არის გამორიცხული ანუ მას სხვა ხედვა აქვს და სხვა მენტალური მდგომარეობა და სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა და შემართება და მოლოდინი და მეც მანდوار ხო და შენ გულშემატკივარი ხარ მისი და შესაბამისად ზუსტად შენნაირი გულშემატკივრები ხავს ისლამსაც რომელიც ისინი პირიქით არიან მიხდი და მე ვარ სადღაც შუაში და ვუყურებ ამას და ვაფასებ ორივე პერსპექტივაში. ანუ თუ წააგებს რა მოხდება, თუ მოიგებს რა მოხდება. ისე ძალიან მაგარი ეგეთი პერსონაჟი რო ყავს. თუ მოიგებს, ვიცი რომ ანუ ცალსახად არის. აქ ყველაზე მაღლა შეიძლება საერთოდ და მაგაზე ამათი დაიწყება და თუ წააგებს მე ბევრჯერ მინახავს როგორ იწყება ლაპარაკი რომ იცი რა იმიტომ წააგო რომ კაცი პატარა ხა და წონა მოიმატა და ავიდა ეჭხუბება შეიძლება ასევე ერთ-ერთ საუკეთესო საერთოდ ისტორიაში. და რა მოხდა? ერთი ზომისები რო ყოფილიყვნენ, უეჭველი ილია მოიგებდა. ხო, ეგ ნახდათ. ხდები? იმას მარტო წონის ხარჯზე ეგ შანსი ჩემი. ეს ლოგიკურია სინამდვილეში. კი, არის. ეგ არის. ხო და ანუ გამოდის რომ ეს საუბარი ხო ნიშნავს იმას რომ ილიას ბევრიც არაფერი დააკლდა. ხო, ნახე სხვათა შორის ის რომ ისლამი ავიდა ზედაწონაში, თორე ხო შეეძლო lightweight-ში თორე დაკონებული ხო და შეხვედრა. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ილია ჩემთვის ნამდვილად იქნებოდა ფავორიტი lightweight-ში. ეგ ლაპარაკოდ იქნებოდა ფავორიტი. ეგ მართლა ეგ. და მე ტექნიკურად ძალიან ჯობს. აი ამის ხაზგასმა მინდა რომ ტექნიკურად ილია მე ვთვლი რომ ერთი კლასით მაღალია ისლამ მახაჩოს. იმიტომ რომ ერთი უნივერსალურია. როგორ შეიძლება ხა რაღაცა შეადარო სტრაიკინგში და კრივში ანუ რაც შენ მოგწონს აი ტექნიკურად მაგარში არის ის რომ ოქტაგონზე ისე გადაადგილდება გინდა წინ მიდის უკან მიდის მარჯვნივ მარცხნივ რომ ნებისმიერი პოზიციიდან მზად არის შეტევისთვის ანუ ფეხების მოძრაობა ისეთი აქვს რომ ნებისმიერი პოზიციიდან მზად არის შეტევისთვის ანუ თავისი და თან უტევს არა ერთეული დარტყმებით უტევს კომბინაციებით მუდმივად კომბინაციებით და კომბინაციები არის ძალიან მრავალფეროვანი ანუ შეიძლება დაიწყოს მარჯვენა ხელით შეიძლება დაიწყოს მარცხენა ხელით შეიძლება დაიწყოს ტანში შეიძლება დაიწყოს თავიდან ანუ და ხო დონე სხვადასხვა დონეებზე 1 2 3 4 არ იცი როდის გაის ხო მისი სტილის ერთადერთი მინუსი არის ის რომ იქიდან გამომდინარე რომ განიერი დგომი აქვს და იქიდან გამომდინარე რომ აი ყოველთვის შეტევისთვის მზად არის რაც წეგან თქვი შესაბამისად წინა ფეხი რჩება ხოლმე დაუცველი და შეიძლება ქიქებით და მაგრამ ეგ ასე ვთქვათ ანუ ეგ არის ან აიღონ ფეხი ტეიქდაუნისთვისაც თუ არა იქ დიფენსები დარტყმისთვის ძიმე მის ძმასაც დაახლოებით ასეთი სტილი მაგრამ ეგ არის ის ასე ვთქვათ ის რასაც ის წირავს იმისთვის რომ კონდეს იყოს ასეთი და სადღაც იმედი აქვს რომ ყველა ვარიანტი ხა ესეთი სრულყოფილი და სულ თავის მოძრაობა და ძალიან მაგარი მართლა სრულყოფილი და ამ ყველაფერს ემატება მართლა რაღაცა ელიტარული
დონის გრეპლინგი თავისი ჭიდაობით. Robert ჩვენ ესე თითქოს როგორ არ გვინახავს, მაგრამ აი ხო ამბობ რომ არ გვინახავს და არ გვინა, არ გვინახავს ალბათ დიდ სცენაზე. აი ილიას ფაშერს არის თავიდან რო არის. პირველივე ანუ ილია არის ის მებრძოლი, რომლის აბსოლუტურად ყველა ბრძოლის ნახვა არის შესაძლებელი რა პროფესიონალურ დონეზე. და თავიდან არის სუგრეპლინგი ხო და შესაბამისად ანუ ნახი ვისაც უნდა შეუძლია ნახოს და მართლა ეგრე საერთოდ არ ვიცი ვის ებრძოდა, მაგრამ ყველა ბრძოლა ვნახე და თავიდან სუგრეპლინგი. მაგრამ იქუნარები ჩანს მებრძოლის ანუ. კი. ალექსანდრე იქაც არის რაღაც მომენტში ეუბნება მე მგონი პირველი თუ მეორე ბრძოლაა რომ თითქოს წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა ცოტა ხნით ილია და არ ინერვიულო უყვირის რა შენ აი ისეთ ეს ძმები საერთოდ სხვა თემაა, მაგრამ კარგი ხა აი რო შევაჯამოთ ეს თემა ხო ერთადერთი მე რაც რაციონალურ აქედან გამომაქვს ერთადერთი რაც ნიშნავს რა ძალიან ჩემთვის რაციონალური არის ის რომ ისლამს ეხა აქვს წონით შეუძლია რაღაცა კოზირი დაიჭიროს იცი რა მარტო წონავე მარტო წონით არა ილიასთან ვამბობ ისლამს ეხა აქვს თავისი ტაქტიკური რაღაცა პატარა უპირატესობა თუნდაც ის რომ აი იმ ფეხზე შეტევა შეუძლია თუნდაც ის რომ ცაცია რადგან არის ტანში შეუძლია უფრო ეფექტურად მუშაობა მარცხენა ფეხით ისე რა საინტერესო იქნება როგორ სტრატეგიას შენ გიფიქრია მაგაზე რა სტრატეგიას აირჩევს ილიას გუნდი ისლამთან ბრძოლის ნახე მანდ არის ცდუნება რადგან ჩემი აზრით ზუსტად მაგ სტრატეგიას აირჩევს რასაც ახლა საუბრობთ არა ნახე რა გულისხმობ ილია რადგან არის უნივერსალური მებრძოლი მე ვფიქრობ რომ ეს გაცლებთ ართულებს ამოცანს იმიტომ რომ შეუძლია თქვა ფსონი დადოს სრულიად კრივზე და დიფენსები მარტო ჩემი აზრით ილია მარტო კრივზე დადებს ფსონს ანუ მისი შეტევა მაგრამ ინტერვიუში რო თქვა ერთ-ერთ არა ეგ დაზიანებულ ანუ აუცილებლად დააზიანებს მაგას ვამბობ, აი რო თქვა რომ დარსით მოუგუდაო ხაბიბის წინ. ხო, ეგ იმიტომ რომ იმას უყარს, ისლამს უყარს და ხო, უყარს დარსი ისლამს და ეს ისივე ასეცად საფირმო. ხო, მაგრამ ეგეც სუნება რომ გაუჩნდეს რომ მოდი გრეპლინგში დავამატო. აი, ისლამს ეჭიდაოს? ხო. ეს შეცდომა იქნება სტრატეგიული? მე არ ვიცი ეს შეიძლება რომ ამ ხაზს წავიდეს? არ მიყვარს. შენ რო იყო მსწნელი? მე ვიტყოდი რომ ეგ არ გააკეთო. არ გააკეთო. ხო, რატო როცა კრივში ეგეთი მაგარი ხარ, ხო, რა საჭირო? ან სანამ მან წახვალ 1-2 მოძდე და მე. ხო, იმიტომ რომ იცი რა, მე რო ვიყო მსწნელი შეიძლება უფრო მეტი ვიცოდი. შეიძლება რა, უფრო მეტი მეცოდინებოდა ყველა ვარიანტში ილიაზე და ანუ არ ვიცი ხა მწვრთნელმა რა იცის, მაგრამ ეხლა მე რაც ვიცი და რასაც უყურებ, მგონია რომ უფრო ლოგიკურია. რო კრივში დაუპირისპირდა და არ გარისხო. ხელებით დაუპირისპირდა ხა. საერთოდ კიკი შეიძლება ფეხის. იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერ, როცა ურტყამს საკმაოდ ძლიერ ურტყამს. წარმოგიდგენია რომ ალბათ ჩვენ დააკომენტარებ ხო ერთ-ერთი ეს ბრძოლა რომ შედგება შენი ემოციური მდგომარეობა. ჩემი ემოციური მდგომარეობა არის ხოლმე ძალიან არაადეკვატური. ოღონდ არაადეკვატური არა იმ გაგებით, რა გაგებითაც ხალხს წარმოუდგენია. ვერ წარმოვიდგენ როგორი მშვიდი ვარ. მართლა? რა მშვიდი ხართ რომ გაიმარჯვოს მე მთელი ხო და ეგ არის რომ გაიმარჯვოს. ხო, მესმის, ახლა წინასწარ ხო არ იყურებ. არა, ხო და მაგას გიხსნი, ეგ კონტრასტი. მაყურებელი იმიტომ ხედავს, რომ მანამდე ვარ დამშვიდი, ხო. რას ვერ ვიტყვით შენ კოლეგაზე ლადოზე, რომ ძალიან ნერვიულობს. ძალიან ნერვიულობს. მაგრამ ეგეც ნერვიულობს ხო, ნერვიულობს. ალბათ კარგად აბალანსებთ, ისინი ნერვიულობენ, შენ შვიდად, რომ შენ გაქვს ეგ ესეთი რაციონალური და რაღაცა პრაგმატულ ობიექტური ხედვა ზოგადად. ხო, პრაგმატულად უყურებ. მე ანუ თან მე ვუშვებ იმასაც, რომ ანუ ამ პრაგმატული ყურებით შეიძლება რაღაც ანუ შეცდომები დაუშვა. ხო. თუმცა ვფიქრობ ემოციაზე დაყრდნობით უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ ვიდრე პრაგმატული თვალით ყურებით ანუ არჩევანი უნდა გააკეთო რა. კი ბატონო, მოდი მე რაგდუალიშვილზე გადავიდეთ და პიოტრ იანთან აი მანდ მოხდა იგივე, რაზეც საუბრობდით შინაარსობრივად. აი ილიაზე რასაც ვლაპარაკობ. არავის არ დაუცვია კამარით ერთ წელში 4-ჯერ. და არავინ არ თხოვდა, მე მგონი არავინ არ თხოვდა, რა თქმა უნდა. უბრალოდ აი რასაც ილია რო აკეთებს, აი არავის რომ არ გაუკეთებია და ეხლა მას რო უნდა რომ გააკეთოს, ეგ უნდოდა მერაბსაც, მერაბმა ეს გზა მონახა, აი არავის რომ არ გაუკეთებიას, გაკეთების ეს გზა იპოვა და მაგიტომ ამბობ, რომ ეხლა რო დაბრუნდება მერაბი და რომ მოუგებს იანს, არაფერი.
აი აქ რატო არა მო ძალიან პრაგმატულად რომ არ ვიცი რა აქ ხო დარწმუნებული ხარ იმიტომ რომ ნანახი იმიტომ რომ ნანახი გაქვს და მართალია მოუგებს აუცილებლად და მერაბი რომ რესურსულ მდგომარეობაში ყოფილიყო რა ვქნა თვითონ არ აღიარებს მაგრამ ჩვენ მეორე ჯგუფში ვნახეთ საუკეთესოდ მომზადებული იანი და ყველაზე ცუდად ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი მერაბი. გათანგული რა მეოთხეჯერ მერაბი, მაგაზე ცუდად მერაბი არასდროს არ ყოფილა და ბოლოს იყო თავის სადებიუტო ჯგუფში, როცა სიცხიანმა იჩხუბა სადებიუტო ბრძოლა. საინც. და პლიუს ის რომ სტრაიკინგში დიდხანს დარჩა და საერთოდ ეგ იყო აი შეთქმულების თეორია თუ რა ვიცი ვერსია რო არის რომ თითქოს დანა ვაიტმა და UFC უთხრა რომ აი შოუ გვინდა და თვითონ აირჩია ალბათ. ზოგადად ეგრე მებრძოლებს ვერ ეტყვიან გასაგებია, მაგრამ თვითონ იფიქრა ესე. ყოველ შემთხვევაში მაგდონეზე ეგრე მებრძოლებს არ ელაპარაკებია. ხო, რო შენ ახლა დგომში უნდა დარჩე და გასაგებია, მაგრამ აი შეიძლება რომ ეს ფრაზა ყოფილიყო, რომ აი შოუ კაი იქნებოდა. ეგ მერაბს თვითონ უნდა. თვითონ უნდა. რომ შოუ გააკეთო. თვითონ გადაწყვიტა, რაც მე აღმოჩნდა რომ სტრატეგიულად ძალიან არასწორი იყო. როგორც ის რომ მერაბმა და მისმა გუნდმა. გუნდმა რა თქმა უნდა. ანუ ეს ერთობლივი. ხო. და ესეც იყო სტრატეგიულ შეცდომა შენი აზრით, ხო? მაგრამ ნახე, მე ამ გონია რომ მერაბი რო ფიზიკურად ანუ მაგ წელს რომ მეოთხე ჯგუფი არ ყოფილიყო და ყოფილიყო მეორე მე ამ გონია რომ მაგ ჯგუფს თუნდაც აი ეგრე წააგებდა ანუ აბსოლუტურად გამძლეობის ხარჯზე მერაბის თავარი იარაღი არის ფიზიკური ჯანი ხო და ეგ აღარ კარდიო ანუ გამძლეობა და ტემპი კი ბატონო და ამ ჯგუფში არც ერთი არ იყო და თან ღვიძლში მოხვდა ძალიან სულად თუ ეგ ხო მაგრამ ეგ უკვე მესამე რაუნდი არის და ცხვირი გაუტყდა როგორც ხო თავიდან ახლა მერაბს თავიდან ცხვირი უწყდებოდა მაგრამ მაინც ესე იგი ის რასაც თვითონ არა მიეჩვია რომ მერაბს ცხვირი არ უწყდება რას ვიცახი იცი თვითონ რაც მე ინტერვიუები ნახე არ აღიარებს რომ ის რომ წელიწადში მეოთხეჯერ მოუწია წონის კრება ამან იმოქმედა აღიარებს გახსოვს რა გითხარი ისევ იქ მივდივართ რა ის სხვანაირად მე სხვანაირად შენ სხვანაირად ხო მაგრამ გამოვიდა რომ ადამიანმა რომ დაიწყო იანვარში ბრძოლა კემპი კარგი ანუ კარგი განამარტო როგორც ანუ უნარების თვალსაზრისით და ვარსკვლავური ძალით კარგი მებრძოლები ანუ ტიპაჟები ხო ჩვენი მებრძოლები არიან ძალიან კარგი ტიპები ნამდვილად და მერაბი არის კარგი ტიპი მერაბი იანს არ აყენებს სინამდვილეში შეურაცხყოფას და არ ამბობს რომ იცი რა მე მართლა ცუდად ვიყავ ჩვენ ხო ვიცით რომ მართლა ცუდად ეგ ძალიან სწორი პოზიციონირება მაგას ხო და მაგას ანუ ჩვენი მებრძოლები არიან კარგი ტიპები კი ნამდვილად ღირსეულები და ახლა გავა მოუგებს და იტყვის რომ აი და იანმა რომ წელზე ოპერაცია გაიკეთა და ალბათ ივლისში დაბრუნდება და ანუ შედგება ეს არ მოხდება რომ გაიქცა და არ არსებობს ახლა საოპერაციოა ჯობია გაიკეთოს მე არ თქვას რომ საოპერაციო ხო კარგი აუცილებლად მინდა ვისაუბროთ ალექსანდრე თოფურიაზეც და გაჟღერდა რომ ბრაის მიჩელ შეიძლება შეხვდეს აი ამ ბრძოლაზე რას ფიქრობ მე არ ვიცი ეგ ინფორმაცია რამდენად ყოველ შემთხვევაში აი ეხლა როცა ჩვენ ამას წერთ არა იყო არ ვიცი რამდენად ძალიან ბევრი ფეიჯერს ფოლოუები ხო შეიძლება არ არის დადასტურებული რეგეუბნები აი რო იყოს ეგეთი ბრძოლა რამდენად ჩვენს მოსაწონი იქნებოდა არ იქნება მოსაწონი რატო აი ვინ უნდა ახლა ალექსანდრეს რო ნომრიანი ვინმე ვინ მე გამიხარდებოდა რობ ფონტი ეგ არ ვიცი ვინ არის ხო მე გამიხარდებოდა რობ ფონტი აი არ ვიცი აი შონომალი არ კიდე ვინ არის ვიცი ძალიან წინ არიან არარეალური არის არა ჯერ არარეალური არის ეგ აი დაუშვათ უმარ ნურმაგომედოვი განა ვერ მოუგებს უბრალოდ არარეალური არ ეგ ბრძოლა მისცენ მეთქი მაგას ოკეი იმიტომ როგორც ვიცი ეს ტოპ იმებში არის შონომალი უმარ ნურმაგომედოვი სენჰეგენი არის თუ არა ხო კიდე აი მე უკვე მან დრო იყოს არა ჯერ ზაშორს არის მაგიდან არა გამორიცხული ანუ მაინც აქვს რაღაც ეს წესები UFC-ს რა უნდა გაიარო გზა ესე რომ უცებ ახტე და მაგარი ანუ არსებობენ გამონაკლისები მაგრამ გამონაკლისობისთვის საჭიროა რაღაცეები გაკეთდეს გარეთ ანუ UFC-ს გარეთ აი მაგალითად პროხასკა იცი? ირი პროხასკა აი ეს კროისი არის დავსაუბრ უეჭველი გეცოდინება და უბრალოდ ეხა ვერ იხსენ აი ეგ მაგალითად
ზუსტად რეკორდი არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით იყო ალბათ 27-2-ზე რეკორდით მოვიდა. ერთ-ერთი პრესტიჟული იაპონური პრომოუშენის ჩემპიონი იყო და ამ 27-დან 26 ჰქონდა ფინიში. და აჩხუბეს ეგრევე მე-7 ნომერთან რეიტინგის. და მერე აჩხუბეს ერთი კიდე ანუ ტოპ 5-ში, ეს ხო მე-7 არის ტოპ 10, კიდე ვიღაცასთან ტოპ 5-ში და მერე ეგრევე საჩემპიონო. ანუ UFC-ში მოსვლიდან ეგრევე ტოპ მოსვლა ერთი ჩხუბი და მესამე ჩხუბი უკვე იყო საჩემპიონო. და გაამართლა. კი და მოიგო. ხო და იგი იმიტომ რომ ამ ადამიანს წარმოიდგინე რამდენი რამ ქონდა გაკეთებული მანამდე რა. ოკეი. ხო, თან წონაც ეხა ხელს უწყობდა, იმიტომ რომ ქვემ ძიმეში ეხა ეგეთი ბევრი მაგარი მებრძოლი არ არის და შესაბამისად თუ ვინმეს ეს ჩაავლებს ორგანიზაცია ის ეგრევე თამაში შეყავდა. აი ხა ალექსანდრეს ბრძოლას მე უყურე ალმახანთან რო ქონდა და განცდა დამჩა რომ გაცილებით მეტი რაღაცა რეზერვში აქვს და აქ ძალიან პრაგმატულად ხო გათვლილად ყოჩა ხო აი ეს მე ინსტინქტურად ესე ხედავ პირველი მე რასაც უყურებ არის ემოციურად და რაღაცა ალექსანდრე როგორი მებრძოლია იცი აი ძალიან ჭკვიანი ხო აი ხა ყველა იცის რომ ძალიან ჭკვიანი ისეთი მებრძოლია მაგრამ აი აბოლეთ ზედმეც არ აკეთებს რა. ხო, არ უყვარს რაღაც. ანუ მისთვის თავარი არის ხეშად რომ თქვა ტაბლო. ხო, რა შედეგს დადებს. შედეგს დადებს, ხო. და მაქსიმალურად ცდილობს რომ შედეგი დაიდოს მინიმალური დანახარჯით. და ამით ტემპერამენტულადაც განსხვავდება ილიასგან. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ძალიან ბევრი ერთნაირი რაღაც ჯები, რაღაცებში აქვს ერთნაირობა, აი ეს რაღაც სიველური რაც აქვს ილიას ოქტაგონზე რომ უმართავია და ალექსანდრის ხმარო სიმშვიდე ილია. კარგად ჩანს შეძახილები. ხო. ანუ ერთი ყვირის რომ რაღაცა სიმშვიდე შეჭამეს სინონიმებს ყვირის ერთი და მეორე დაწყნარდი. ხო. ამ შვიდი. ილია უყვიროდა გარგავი. ხო, ილია რას უყვიროდა? ილიას შეძახილები რომელი ბრძოლა იყო ურამთან მახსოვს რომ აი შეჭამე მოკალი მივარდიან ხო რა იმიტომ რომ არა ჩხუბიც ეგეთი იყო იქ ითხოვდა მაგას რა მაგრამ ანუ ძალიან განსხვავებული ხასიათის ალექსანდრეს უგესმის რომ ნუ ხელები მაყვა და სიმშვიდე ხო და თან იცი რა არის ჩემი აზრით უნარებიც მათი უნარებიც ძალიან კარგად შეეფერება მათ ხასიათს ანუ ილიას ისეთი უნარები აქვს რომ ილიას სიმშვიდე კი სჭირდება მაგრამ სიტუაციურად ხო აი რაც ხდა ჯაი ჰერბერტთან რომ ყველა თქვენს ამბობდით კომენტატორები რომ ჯობიაო მახსოვს ლადო ამბობდა ნაცვლში რომ ჯობიაო რომ რადგან ეს ფეხი მოხვდა რა და დგომში წავიდეს რა გრეპლინგში ის ვერაფერს ვერ უზამს და მეორე რაუნდში რომ დაბრუნდება მეორე თუ მესამე აღარ მახსოვს გრეპლინგში გადაიყვანოს და ბრუნდება ილია და გლიჯა და დაანოკაუტა ეს ხო ილიას ხასიათია რა მაგას ვერ გამოგიგმავ მე ვფიქრობ რომ ეგ არ იყო აუცილებლად საჭირო არ იყო მაგრამ ეგ ხო როგორ რეპლინგი არ საჭირო აუცილებლად ან ზუსტად მაგითო ილიას საბოლოო ჯამში სადაც უპირატესობა აქვს არის თავის ხელები ანუ ძალიან მძიმე ხელები ხო მართლა მაგ მოკლედ გარდა იმისა რომ ტექნიკა შეიძლება დახვეწო ცოტა რაღაცა ბუნებამაც უნდა დაგეხმაროს რა და აქვს ამბის რა ეს ბუნებისგან მიცემული ეს რაღაც არანორმალური გზნობს და ვეღარ მშვიდდება მე და ჰერბერტთან რაც გააკეთა იყო ძალიან სწორი ძალიან სწორი აღმოჩნდა იმიტომ დაიწყო ნადირობა ჰერბერტზე და აღარ ანუ დისტანცია შეამცირა მაქსიმალურად და ზუსტად ჰერბერტი დატოვა მოკლედ ზურგით გალიასთან ხელების იმედად და ეგ არის წამგებიანი. ნუ ფაქტია ვიხილეთ რომ რაღაცა ძალიან შტამპეჭ დავინაკავთ და ალბათ ეგ იყო რა ვიცი აი წინაპირობა იმის რომ მე ჩემპიონი გახდა. ბრძოლა სადაც გულშემატკივრებმა უკვე დაინახეს ამ ბიჭის ხარისხი. ანუ ხარისხი და ხასიათი. აი მე ვადარებ რომ აი როგორც მაიკლ ჯექსონი რომელიც ხა მან ბავშვობიდან მღეროდა და ჯექსონ 5 და მე მოტაუნზეც გამოდიოდნენ ზმები და ასე შემდეგ მაგრამ აი მოტაუნის 25 წლის იუბილე იყო და აი ბილი ჯინი რო პირველად შეასრულა და იქ რო უთხრეს რომ now you are the man ანუ აი იქ შედგა მაიკლ ჯექსონი როგორც აი და იმის მერე ყოველთვის ფეხზე დგებოდნენ რო გამოდიოდა სცენაზე აი ჩემთვის აი ახლა რო პარალელი გავო ილია მან დავინახეთ ვინ არის ეს ტიპი რა აი
თავის ბილი ჯინი ეგ იყო რა ჩემთვის მე ხა ჯექსონის ფანი ვარ და ეგეთი ის გამიჩნდა ასოციაცია. ალექსანდრე ალბათ ძალიან საინტერესო მებრძოლად ჩამოყალიბდება ხო და თავისი სიტყვას იტყვის და ხო ძალიან განსხვავებული და ეს პერსპექტივი არის. აი დასასრულისკენ რომ წავიდეთ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ამ პოპულარულ მებრძოლებზე ვისაუბრეთ და ალბათ ვისურვებდი რომ მე კიდე მოგვეცა საშუალება რაღაც კონკრეტულ ბრძოლას და აი ძალიან მაგარი იქნება მართლა კონკრეტულად რომ ვიხილავთ ილიას და ისლამის ბრძოლას და აი იქ კიდე დეტალების გარჩევა. თუმცა ეხლა ცოტა გვერდზე რომ გადავდოთ ეს და რაღაც ინტერვიუს დასასრულს კითხო შენზე როგორ გრძნობ თავს ამ სფეროში, იმიტომ რომ ეხა პრივატულად რაღაცები მითხარი რა. აი შენ როგორ გრძნობ აქ, შენ რა პერსპექტივებს ხედავ შენი განვითარების და აი შენი და MMA-ის მიმართება, შენი და სპორტის მიმართება, აი შენზეც რომ ესე დასასრულისკენ შენზე ვისაუბროთ. იცი მე უკვე ჩამოვყალიბდი სპორტულ კომენტატორად, სადღაც რამდენი წელი, ახლობით 8 წელია ჯამში რაც კომენტატორი ვარ, აქედან მე-7 წელია რაც MMA მიმყავს და ეს არის ჩემი საქმე. პროფესიული თვალსაზრისით იქიდან გამომდინარე რომ სპორტულ ჟურნალისტადაც მაქვს გამოცდილება, გვაქვს ასევე Fight Night Live, ჩვენი პოდკასტი, შოუ და ვარ ასე ვთქვათ ერთ-ერთი წამყვანი. ვფიქრობ ამ კუთხით უნდა უბრალოდ მოუმატო, გავხდე უკეთესი. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მე ყოველთვის მაქვს ეგ შეგრძნება, რომ რაღაცას არ ვაკეთებ კარგად და რაღაცა უნდა იყოს უკეთესად. ყოველ შემთხვევაში უკეთესად შესაძლებელია. ამ სფეროში ხედავ შენ თავს და ხო, ეგრე გამოდის. ამ სფეროში ხედავ, ზოგადად მიფიქრია სხვადასხვა სოციალურ. მაგრამ შენ საინტერესო რაღაცა თქვი, რომ ჩემს ჰობი არისო. მე რა გქონია ჰობიზე მეტია. შენ მოწოდება. ჰობი შეიძლება იყოს, ახლა უკვე საქმეა. ზოგადად, როცა რაღაცას ამხელა დროს უთმობ, იყოს ჰობი, მაგრამ ის უკვე პროფესია. არა, მე ვიგე რომ პროფესიაზეც მეტი მგონია. აი იმდენად აი გულით და მოწოდებას უფრო დავარ. შენ რომ ნახო ყავაში შაქარს როგორ ვიყრი, გეგონ მაშინ ჩათვლი რომ ეგეც პროფესია. ეგეთი ხარ შენ, ხო? ყველაფერს ეგრე ვაკეთებ. შენ ქალწული ხარ ზოდიაქოთი და ეთყობა მაქედან მოდის რომ ყველაფერს ყველაფერს ეგრე უყურებ. თუ ვაკეთებ, ეგრე უნდა გავაკეთო. ხო, იმიტომ მე მგონია რომ შენ ხარ მოწოდებით MMA-ისტი და სხვა არაფერი და მე აღმოჩნდება რომ თუ მე ყავასაც ეგეთი. ხო, შაქარსაც ეგრე ვაკეთებ. ხო, ანუ ეგ ჩემი ხო რა ხასიათია. ძალიან მაგარია. მე მინდა ვთქვა როგორც მაყურებელმა, თქვენმა მაყურებელმა ძალიან მიყვარხართ და ახლა ხან აღმოგაჩინეთ და ძალიან დიდი სიხარულით გიყურებთ ხოლმე, იმიტომ რომ აი ეს ვნება რაც მოდის MMA-დან თქვენგანაც მოდის და ადამიანს როცა უყვარს თავის პროფესია და აი რაღაცნაირად ვნებით ყვება ამ ყველაფერს და გულშემატკივრობს, იმდენად მაგარია და ჩვენთვის იმდენად გამაერთიანებელი აღმოჩნდა ეს MMA. რაღაც მგონია რომ უბრალოდ სპორტს გაცდა რა, რაღაც ეროვნული საწყისი გახდა, რის ირგვლივაც ხალხი გაერთიანდა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ერი, ბუნებრივია და ჩვენ როცა ასეთ პატარა ერს ვფიქრობ სხვანაირად უყვარს და სჭირდება გამარჯვება. მსოფლიო ასპარეზზე და არა მარტო ხა ილიამ და მერაბმა გასაგებია რომ ძალიან დიდ გამარჯვებებს მიაღწიეს, მაგრამ დანარჩენი მებრძოლებიც ხო გურამი ვახსენე, ალექსანდრე, თქვით, რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე, ნუ პირველი ვარსკვლავი ჩვენი მანამდე იყო ლევან მაყაშვილი ხო, ლიანა ჯოჯო არის ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის პირველი ქართული ფინიში UFC-ში. პირველად ფინიშით, ანუ დროზე ადრე გამარჯვება მოიპოვა ლიანა. მე მგონი რუს მებრძოლს. არა, რუმინელი არის მე მგონი, დიანა ბელბიტა. ხო, მე რაღაც ბრძოლა მაქვს ნანახი და ძალიან გულშემატკივრობდი მახსოვს. რუს ვისაც მოუგო, ის არის მარინა მოხნატკინა, იქ ჩემპიონი გახდა. ხო, ეგ ბრძოლა მაქვს ნანა. კი. ანუ ამ ადამიანებმა რაღაცა საფუძველი შექმნეს, მე ამაზე გამარჯვებები აშენდა, მე კიდე უფრო დიდი გამარჯვებები აშენდა და ესე დაალაგდა რა ერთმანეთს. ხო და ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. მოდი ხარ კენაზეც ვთქვათ რა აუცილებლად ხო? და ეს ასე ვთქვათ, ეს არის შეუფასებელი რამ არის, ასეთი
პატარა ხალხისთვის, თან ჩვენ ხო უბრალოდ პატარაერი არ ვართ, ჩვენ ვართ პატარაერი, რომელიც მუდმივად იბრძოდა ამ გადარჩენისთვის და ეს რაღაცა ხასიათში ზისდა. და ჩვენ მისამება არის გამარჯობა. ხო, ზუსტად. და აქედან გამომდინარე რაღაცა განსაკუთრებულად ახლოს მივიდა მოკლე დროში ჩვენს გულებამდე ეს სპორტი. მაგიტომ გვიყვარს ჩვენ ჭიდაობა, მაგიტომ გვიყვარს ჯუდო. გამოგვდის იმიტომ რომ ახლა მაგალითად ჭიდაობას და ჯუდოს აუცილებლად ქართველი უნდა კარგად ფლობდეს, იმიტომ რომ გვაქვს ხა ქართული, ჯერ გვაქვს საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლი, სადაც არის იქ გდებები, არის რაღაცა ტკივნეულები. გვაქვს ქართული ჭიდაობა, რომელიც სხვათა შორის ძალიან ახლოს არის ჯუდოსთან, იაპონურ ჯუდოსთან, იქ ძალიან ლამაზი გდებები. ანუ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს თავისი რაღაცა, ხო, თავისი ტრადიციები და რატომაც არა. კი ბატონო. მე ეს უკვე თანამედროვე დაშენდა უკვე ჭიდაობა ჯუდო და მე ეს ჩვენი ბიჭები უკვე საზღვარგარეთ მიღებული, ეგ ცოტა საწყენია რომ ეს ყველა ვიცი ხალ ახსენე, არც ერთი არ არის ქართული პროდუქტი, ანუ ეს საქართველოში აღზრდილი ამ დონეზე არც ერთი არ არის, მაგრამ მაგასაც ეშველება რა, აქვთ ამ ბიჭებს ახლა მაგალითად არ ვიცი ნახეთ თუ არა, მე რამდვალიშვილმა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ ხო, მაპოვნინეთო პარტი, ოკეი, დარბაზი უნდა რომ გააკეთოს, ხო? გიგაც აპირებს ამას თუ უკვე არ გააკეთა გიგა ჭიკაძე. რომანიც ბათუმში ჩამოდის და ბათუმში ვარჯიშობს და მე ვერ ვილაპარაკებ ხა რომანის უშუალოდ ეს გეგმებზე, მაგრამ ნამდვილად არ გამიკვირდება თუ უკვე იქით მხარესაც შორეულ დასავლეთ საქართველოშიც იქ რაღაცა დარბაზი რომანმაც თავისი სულით რაღაცა გააკეთოს. და კინაღამ გამომრჩა და არ გამომრჩებოდა, აი რკენა ეს პროექტი, რომელიც სეტანტას გააკეთა და ძალიან მაგარი რაღაცეთ შერთი ძალიან მაგარ შედგა. მართლა მომეწონა. ხო იყო ძალიან მაგარი. აი UFC რო არ გეტყვა, იმიტომ რომ მე თამამად შემიძლია თქვა რკენაზე იმუშავა ედვენმა სეტანტამ და კიდე რკენას თავისი გუნდიც ყავს, ესე მარტო სეტანტა ყოფილა, ერთობლივად იმუშავა ძალიან ბევრმა ადამიანმა. უბრალოდ აი მე მართლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვისთან ერთადაც მე MMA-ს ვაკეთებ, ახლა ვერ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ხო, გასაგებია. ეს ადამიანები არიან თავისი საქმის პროფესიონალები, ჩვენ ვინც გვეხმარებოდა ეს ხალხიც იყვნენ უმაღლესი დონის პროფესიონალები და რკენა თავიდან ბოლომდე არის ქართული. ანუ იქ მე უცხოელი არავინ არ მინახავს, გულისხმობ აი უშუალოდ სტაფში. ხო. სულ ქართველი ქართული მენეჯმენტი, ოპერატორი ქართველი, რეჟისორი ქართველი, ანუ ყველა ეს ქართველების გაკეთებული პროდუქტი იყო მოკლედ. და უბრალოდ იმდენად მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობდნენ, რომ ეს შედეგი ჩემთვის იყო ლოგიკური. და მაღალი დონის პროფესიონალიზმი ჩემთვის გამოიხატება იმაში, რომ შეიძლება რაღაცას კარგად აკეთებდე, მაგრამ ყოველთვის 100%-ით ადამიანი არ იხარჯება. ჩემი აზრით, პროფესიონალი იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ პროფესიონალს აქვს რაღაცა შინაგანი მოთხოვნილება, რომ ის თავის საქმეში უნდა დაიხარჯოს 100%-ით. და ესეთი ხალხით იყო დაკომპლექტებული და შესაბამისად მოვიდა ესეთი შედეგი. და მაყურებელმა იგრძნო ეს. კი, მე თამამად ვამბობ, მარტო UFC არ მიმყავს, ასე ვთქვათ, MMA-ის ორგანიზაციებიდან, მე სხვადასხვა დროს წამიყვანია ყველა პრესტიჟული ორგანიზაცია, სეტანტაზე ყოფილა ეს, One Championship-იც, Bellator-იც და PFL-იც. დასწრებით არ დავსწრებულ ვარ ნამდვილად არც ერთს. ანუ მე არ შემიძლია დარბაზიდან შევაფასო რა ხდებოდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხითაც რკენა მინიმუმ არ ჩამოუვარდებოდა არც ერთს, აი უშუალოდ დარბაზში იქ რაც ხდებოდა განაკვ. მაგრამ აი ეთერი რო შეხედო, ტრანსლაციას რო შეხედო, ნამდვილად თუ არ ჯობია, ძალიან მაგარი. არ ჩამოუვარდება რა. ნამდვილად. თუ არ ჯობია იგივე PFL-ს, რომელიც ითვლება და ეს როგორი ეს არის სადღაც ინსპირაცია და ბიძგი აი ახალგაზრდებისთვის, რა აი შენთან შენ სამშობლოში რო ესეთი პლატფორმა ჩვენ არსებობს ხალხი ამ ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ სხვადასხვა სფეროებშიც, უბრალოდ მე ვიზეც მაქვს ინფორმაცია და მე ვისაც ვიცნობ, იმაზე ვიტყვი, რომ უბრალოდ სჭირდება ამ ადამიანების იდეებს და ამ ადამიანების შესაძლებლობებს დახმარება და
თუ ეს დახმარება იქნება, ბევრი კარგი რამ გაკეთდება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტისთვის და ესე რომ გულშემატკივრობთ და მართლა რეალური რესურსი ჩადეთ. დიდი მადლობა ჩემთან სტუმრობისთვის და იმას ვიტოვებ, რომ კიდე გადავუკვეთებით. კი, არ ვიცი, მაყურებელმა რამდენად იცის. ხო, ეს არის ჩვენი პირველი საუბარი MMA-ში, არც მეორე ალბათ და არც მესამე და ნებისმიერ დროს შეგიძლია რომ კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გაინტერესებს. კი, მყავხარ ესე რომ უნდა ვკითხო. მადლობა დიდი და მადლობა მაყურებელს. ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით. ნახვამდის.